რომელსა უნებს შემდგომა ჩემსა მოსვლაი, უანყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს, მოუწოდა რა მათ თავისთან, როგორც დღეს სახარებაში მოვისმინეთ. საყვარელო ძმებო, ჩვენც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ. იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ, ჩვენც მოწოდებულნი ვართ უფლის წინაშე ამ წმინდა ტაძარში, რათა მოვისმინოთ მისი სწავლება. ჩვენ უფლის წინაშე ვდგავართ, მისი თვალები ჩვენსკენ არის მოპყრობილი. ჩვენი სულები გაშიშვლებულია მის წინაშე. ჩვენი ფარული აზრები და იდუმალი შეგრძნებები მისთვის ცხადია. იგი ხედავს ჩვენს ყველა განზრახვას. იგი ხედავს ჩვენს სიმართლესა და შეწოდებებს, რომლებიც სიყრმიდან ჩავიდინეთ. ხედავს მთელ ჩვენ ცხოვრებას, წარსულსაც და მომავალსაც. ჩვენ მიერ ჯერაც ჩაუდენელი უკვე ჩაწერილია მის წიგნში. იგი ჭრեց განუზომელ მარადისობაში ჩვენი გადასვლის ჟამს და ჩვენი ხსნისათვის თავის ყოვლა წმინდა მცნებას გვაუწყებს. რომელსა უნებს შემდგომა ჩემდა მოსვლაი, უანყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. ცოცხალი რწმენის ძალით გონების თვალი უფლისაკენ აღვაპყროთ და ჩვენ ვიხილავთ მას, ყველგან მყოფს, აქ მყოფს ჩვენთან ერთად. გავხსნა ჩვენი გული, გადავაგოროთ უგრძნობლობის მძიმე ლოდი მისი შესასვლელისაგან. გავიგონოთ, განვიხილოთ, მივიღოთ, შევითვისოთ ჩვენი უფლის სწავლება. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს ცოდვილი ცხოვრების დათმობას. ცოდვამ, რომლის მეშვეობითაც მოხდა ჩვენი დაცემა, ისე მოიცვა მთელი ჩვენი ბუნება, რომ ჩვენთვის თითქოს ბუნებრივი გახდა. ცოდვაზე უარის თქმა ბუნების უარყოფად იქცა. ბუნების უარყოფა საკუთარი თავის უარყოფაა. მარადიული სიკვდილი, რომელმაც ჩვენი სული განგმირა, ჩვენთვის სიცოცხლედ იქცა. იგი ითხოვს თავის საკვებს, ცოდვას, თავის სიამოვნებას, ცოდვას. ასეთი საკვებისა და ასეთი სიამოვნების საშუალებით მარადიული სიკვდილი თავს ინახავს და ადამიანზე თავის ბატონობას ინარჩუნებს. ამ მარადიული სიკვდილის წინააღმდეგ, რომელიც საშინელი დაცემით დაავადებულ კაცობრიობას სიცოცხლედ ეჩვენება, უფალი თავის განაჩენს წარმოთქვამს, რომელსა უნდა სულისათვისისა განრინებაი, მასში დაცემის სიცოცხლის, ანუ მარადიული სიკვდილის განვითარებით, წარიწმინდოს იგი და რომელმან წარიწმინდოს სული თვისი ჩემთვის გინა სახარებისათვის, საკუთარ თავში ცოდვილი სურვილების მოკვდინებითა და ცოდვილი სიამის უარყოფით მან აცხოვნოს იგი. უფალი მიუთითებს მთელ სამყაროზე, მთელი მისი მშვენიერებითა და სიამეებით და ამბობს, რა ისარგებელას კაცისა, უკეთ თუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს. რა სარგებს ადამიანს, რას შენდენს, თუნდაც იგი დაეუფლოს არა უმნიშვნელო რამეს, არამედ თვით მთელ ხილულ სამყაროს. ეს ხილული სამყარო ადამიანის ხალმოკლე სასტუმროა მხოლოდ. არ არსებობს არც ერთი საგანი დედამიწაზე, არ არსებობს არც ერთი უპირატესობა დედამიწაზე, რომელსაც ჩვენ საკუთრად ვაღიარებდეთ. ყველაფერს გვართმევს შეუბრალებელი და გარდაუვალი სიკვდილი. ხშირად კი სიკვდილამდე გვართმევს გაუთვალისწინებელი გარემოებები და გადატრიალებები. თვით ჩვენ სხეულს
გავიძარცვავთ აღთქმული მარადისობის ზრუნვზე. ჩვენი საკუთრება, ჩვენი ქონება და განძი ეს ჩვენი სულია. მხოლოდ ჩვენი სული, რა იმისეს კაცმა ნაცვლად სულისა თვისისა. ამბობს ღვთის სიტყვა. ჩვენ ვერაფრით ავინაზღაურებთ სულის დაკარგვას, როცა მას მარადიული სიკვდილი მოკლავს, მაცდურად წარმოჩენილი სიცოცხლის სახით. რას ნიშნავს საკუთარი ჯვარის აღება? ჯვარი იყო სამარცხვინო სასჯელი სიარაღი დაბიოებისა და ტყვეებისათვის, რომლებიც სამოქალაქო უფლებებს მოკლებულები იყვნენ. ამაყი სამყარო, ქრისტესადმი მტრული სამყარო, ართმევს ქრისტეს მოწაფეებს იმ უფლებებს, რომლებითაც ამა სოფლის ძეები სარგებლობენ. უკვე თუმცა სოფლისაგანი იყვენით, ეუნება უფალი თავის მიმდევრებს, სოფელნიცა თვისა ყვარობდა. რამე თუ არა სოფლისაგანი ხარ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ სოფლისაგან, ამისთვის სულ თქვენ სოფელსა. კრებულისაგან განგახსნენ თქვენ, ყოველმან რომელმან მოგწყიდეს თქვენ, გონებდეს ვითარმე ცხვერპლი შეწირა ღვთისა. საკუთარი ჯვარის აღება ნიშნავს დიდსულოვნად გადაიტანო დაცინვა და ლანძღვა, რომლებითაც სოდვას მოყვარე და დაბრმავებული სოფელი ქრისტეს მიმდევარს დევნის. რამე თუ ესიარს მადლი ღვთისაგან, ამობს წმინდა მოციქული პეტრე. უკვე თუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათვის დავითმინეთ, ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუვით, რაითო კვალად შეუდგეს მისა. უფალისა, რომელმაც აცნობა თავის მოყვარეთ, სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამე თუ მე მიძლევიეს სოფლისა. საკუთარი ჯვარის აღება ნიშნავს სიმამაცი დაითმინო მძიმე, უხილავი შრობა, უხილავი ტანჯვა და მოწამეობა სახარების გულისათვის საკუთარ ვნებებთან, ჩვენში მაცხოვრებ ცოდვასთან, ბოროტსულებთან ბრძოლაში, რომლებიც მძვინვარედ აღდგებიან ჩვენ წინააღმდეგ და სასტიკად შეგვეწინააღმდეგებიან, როცა ჩვენ განვიზრახავთ ცოდვის უღლის დამხობას და ქრისტეს უღლისადმი დამორჩილებას. რამე თუ არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და խոսთხა, თქვა წმინდა მოციქულმა პავლემ. არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის აწუთოისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომენი არიან ცასა ქვეში. ამ უხილავ, მაგრამ შრომამავალ ბრძოლაში გამარჯვება რომ მოიპოვო, მოციქულმა თქვა, ნუ იყოფინ ჩემ და სიქადულ გარნა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემ და მოჯვარცმულარს და მე სოფლისა. ჯვრის აღება ნიშნავს იმ დროებითი მწუხარებისა და უბედურებების მორჩილებითა და თამდაბლობით მიღებას, რომელთა ჩვენზე დაუშვებს ღვთის განგებულება, ნებავს ჩვენი ცოდებისაგან განწმენდისათვის. მაშინ ჯვარი ადამიანისათვის კიბედ იქცევა მიწიდან ზეცამდე, სახარებაში მოხსენებული ავაზაკი ავიდა ამ კიბეზე, ავიდა უსაშინლესი დანაშაულების შუაგულიდან 64-ის უნათლეს სავანეში. მან თავისი ჯვრიდან წარმოთქვა სიმდაბლით ახსავსეს სიტყვები. სიმდაბლით შეაბიჯა ღვთის შემეცნებაში და ღვთის შემეცნებით მოიპოვა 64. და ჩვენ სამართლად ღირსი რომელი ქმენით მოგვეგების, თქვა მან, მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ჩვენ საყვარელო ძმებო, როცა მწუხარებები შემოგვეხვევა, გავიმეოროთ ავაზაკის სიტყვები და ჩვენ სამართლად რომელი ღირსი ქმენით მოგვეგების, მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. რომლებიც 64-ეთ ფასობს. ანდა იობის მსგავსად ვაკურთხოთ
მარსაჯული და ამასთანავე მწყალობელი უფალი, რომელი გვჯის. უკეთი კვეთილი იგი მივიღოთ ხელთაგან უფლისა, თქვა მტანჯულმა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ვითარცა უნდა ეგრეცა იქმნა იყავ სახელი უფლისა კურთხეულ. და აღსრულდეს ჩვენზე უფლის აღთქმული. ნეტარას კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსასწელსა. რამე თუ გამოცდილ იქმნას და მოიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვას და მისთა. საკუთარი ჯვრის აღება ნიშნავს ნებაყოფლობითა და გულმოდგინებით დაემორჩილო ნაკლულევანებასა და ღვაწლს, რომლებითაც ილაგმება ჩვენი ხორციელი პირუტყვული მისრაფებები. წმინდა პავლე მოციქული მიმართავდა ხორცის ამგვარ ჯვარცმას. აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ამბობს იგი. ნუ უკვე სხვათა უკადაგებდე მე და გამოუცდელ ვიყო. რომენ იგი ხორცთა შინა არიან, ანუ ისინი ვინც არ ლაგმავს ხორცს არ უშვებს, არამედ უშვებს, რომ იგი უფლებდეს სულზე, ღმრთისა სათნოყოფად ვერ ძალუც და ამიტომაც ცხოვრობთ რა ხორცში, ჩვენი ხორცისათვის არ უნდა ვიცხოვროთ. რამე თუ უკვე თუ ხორციელად სხონდებოდეთ, მოსიკვდით ხართ, მარადიული სიკვდილით, ხოლო უკვე თუ სულითა ხორცთასა საქმესა მოვაკვდინებდეთ, სხონდეთ, მარადიული ნეტარი სიცოცხლით. ხორცი არსებითად ილაგმება სულით, მაგრამ სულს მხოლოდ მაშინ შეუძლია ხორცზე ბატონობა და მისი მართვა, როცა იგი ჯვარცმით არის მომზადებული მისი მორჩილებისათვის. ხორცი ჯვარს ეცმება მარხვით, ღვიძარებით, მუღმოდრეკებითა და სხვა სხეულებრივი შრომით, რომლებსაც გონივრულად და ზომიერად ტვირთულობს ადამიანი. წინდახედული და ზომიერი სხეულებრივი ღვაწლი ათავისუფლებს სხეულის სიმძიმეს და მოდუნებას, ამახვილებს მის ძალებს, მუდამ ანარჩუნებინებს სიმსუბუქესა და მოღვაწეობის უნარს, ხოლო ქრისტესთან მათ ამბობს მოციქული, ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს, ვნებითურ და გულის თქმით. რას ნიშნავს ჯვრის აღება და კერძოდ საკუთარი ჯვრის აღება? ეს ნიშნავს, რომ ყველა ქრისტიანმა მოითმინებით უნდა აიტანოს სწორედ ის შეურაცხყოფა და დევნა სოფლისაგან, რომელიც მას ეწევა და არა რომელიმე სხვა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ქრისტიანი გაბედულად და გამუთმებით უნდა ებრძოლოს სწორედ იმ ვნებებსა და იმ ცოდვით გულისიტყვებს, რომელიც მასში ჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველმა ქრისტიანმა მორჩილებით, ღვთის ნებისადმი ერთგულებით, ღვთის მარცაჯულებისა და მწყალობლობის აღიარებით, ღვთისადმი მადლიერებით უნდა გადაიტანოს სწორედ ის მწუხარება და ნაკლულება, რომელსაც ღვთის განგებულება მასზე დაუშვებს და არა რაიმე სხვები, რომელსაც ამაყი ოცნება ხატავს და სთავაზობს. ეს ნიშნავს დაკმაყოფილდეს ზუსტად იმ სხეულებრივი ღვაწლით, რომელიც შეესაბამება ჩვენი სხეულის ძალებს. სწორედ იმით, რაც ჩვენ ხორცს სჭირდება, რათა წესრიგში იყოს და სულასაც არ უნდა ვისწრაფოდეთ, ქედმაღალი გულითქმებით გატაცებულები, როგორც წმინდა იოანე კიბისახსერელი ამბობს. გაძლიერებული მარხვისაკენ, გაძლიერებული მღვიძარებისაკენ და ღვაწში სხვაგვარი უზომობისაკენ, რაც ანადგურებს სხეულის ჯანმრთელობას და მიმართავს სულს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და თავის მოტყუებისაკენ. მთელი კაცობრიობა შრომობს და იტანჯება დედამიწაზე, მაგრამ რა მრავალფეროვანია ეს ტანჯვა, რა მრავალფეროვანია ვნებები, რომლებიც გვებრძვიან, რა მრავალფეროვანია ის მწუხარება და განსასწრებელი, რომელსაც ღმერთი გვიგზავნის ჩვენი განკურნების, ჩვენი წოდებისაგან განწმედისათვის, როგორ განსხვავდებიან ადამიანები სხეულებრივი ძალით, თავიანთი ჯანმრთელობით. სუსტად ასეა თვითეული ადამიანს
თავისი ჯვარი აქვს და სწორედ ამ ჯვრის მიღება ევალება ყოველ ქრისტიანს თვით უარყოფით და ქრისტეს შედგომა. ვინც მიიღო თავისი ჯვარი, უარყურა საკუთარი თავი, იგი შეურიგდა საკუთარ თავს, თავის გარემოებებს, თავის მდგომარეობას, გარეგანსა და შინაგანს და მხოლოდ მათ შეუძლია გონივრულად და სწორედ შეუდგეს ქრისტეს. რას ნიშნავს ქრისტეს შედგომა? ეს ნიშნავს სწავლობდეს ახარებას. კონდეს ახარება როგორც ერთადერთი მგზავრკლევი გონების მოქმედებისათვის, გულის მოქმედებისათვის, სხეულის საქმიანობისათვის. ეს ნიშნავს ახარებიდან იღებდე აზრთა წყობას, სახარების მიხედვით განაწყობდე გულის გრძნობებსა და სახარების გამოხატვით ემსახურებოდე ყველა საქციელით, ყველა მოძრაობით, ფარულითა და აშკარითი. ვიმეორებ, მხოლოდ მას შეუძლია ასეთი შედგომა, ვინც აირიდა სტუნება, სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაითა. მოისურვა შეეძინა ჭეშმარიტი სიმდაბლე. იქ სადაც სუფევს ღვთის დაჯერება და მორჩილება. ვინც შეაბიძა ღვთის მორჩილებაში, სრულ თვით უარყოფასთან შეერთებულ მორჩილებაში, მან აიღო თავისი ჯვარი და ეს ჯვარი თავისად მიიჩნია და აღიარა. საყვარელო ძმებო, დღეს წმინდა ეკლესიის დადგენილების თანახმად ვეთაყვანებით რა უფლის პატიოსან ჯვარს სხეულებით, მოდით თაყვანივცეთ მას სულითაც. პატივი მივაგოთ ქრისტეს პატიოსან ჯვარს, გამარჯვების იარაღსა და ქრისტეს დიდების ალამს. და თვითეულმა საკუთარი ჯვარიდან ვაღიაროთ და ჩვენ სამართლად ღირსი რომელი ქმენით მოგვეგების, მომიხსენე მეუფალო ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. ჩვენი ცოდვილების შეგნებით, ღვთის მადლიერებით, ღვთის ნებისადმი მორჩილებით, ვაქციოთ ჯვარი ჩვენი სასჯელის იარაღი და შეურაცხყოფის ალამი გამარჯვების იარაღა და დიდების ალმად მსგავსად უფლის ჯვრისა. ჯვარით გავიხსნათ სამოთხე. საკუთარ თავს საზიანოდ რტვინვის ნება არ მივცეთ. განსაკუთრებით ნება არ მივცეთ სულის დამღუპველი გმობისა, რომელიც ხშირად ისმის დაბრმავებული, უგრძნობი ცოდვილის ბაგეებიდან, რომელიც თავის ჯვარზე იტანჯება და იგვემება და ამაოდ მიისრაფის ჯვარისაგან განსათავისუფლებლად. ტრტვინვისა და გმობიაში ჯვარი აუტანელი ტვირთად იქცევა, რომელიც მასზე ჯვარცმულს ჯოჯოხეთისაკენ ეზიდება. რა ჩავიდინე იძახის აღიარების გარეშე დარჩენილი ცოდული და უსამართლობასა და უმოწყალობას საყვედურობს მარცაჯულსა და მოწყალე ღმერთს, კიცხავს და უარყოფს ღვთის განგებულებას. ჯვარცმული ღვთის ზის დანახვისას დამცინავა და ცპიერად ითხოვს მისგან. შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა. გარდამოხედაც მაგიერ ჯვარით. მაგრამ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ სათნო იჩინა ახსვლაი ჯვარსა ხორცითა და სიკვდილი დათრგუნა. რათა ჯვარით შეარაგოს კაცობრიობა ღმერთს, სიკვდილით გადაარჩინოს კაცობრიობა მარადიული სიკვდილისაგან. ამზადებდა რა წმინდა მოციქულებს დიდი მოვლენებისათვის, კაცობრიობის მომავალი გამოსყიდვის განკაცებული ღმერთის კაცის ტანჯვითა და სამარცხინო სიკვდილით, უფალმა დროულად აცლობა მოციქულებს, რომ იგი უნდა მიეცეს ცოდვილთა ხელთ, დიდად იტანჯოს, მოკლან და აღდგეს. ასეთი წინასწარმეტყველება ზოგიერთ წმინდა მოციქულს უცნაურად და შეუსრულებლად ეჩვენა. მაშინ უფალმა მოუწოდა თავის მოწაფეებს და უთხრა, რომელსა უნებს შემდგომა ჩემდა მოსვლაი, უანყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. ამინ. ეს სიტყვა არის თქმული წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის მიერ დიდი მარხვის მესამე კვირას.
და როცა კითხულობ ამ სიტყვას ან უსმენ, ადამიანი უნდა დაფიქრდე, რომ შენს გაქვს შენი ჯვარი და ეს ჯვარი უნდა ატარო პატიოსნად. პატიოსნად ჯვრის ტარებაში რაც იგულისხმებოდა, ეხლა მოვისმინეთ კარგად. და ეცადეთ რომ ამაზე ხშირად დაფიქრდეთ. ნახეთ? ჯვარი არის კიბე, რომლითაც შეგიძლია ჯოჯოხეთის შუაგულიდან ახვიდე სამოთხეში. ადამიანმა უნდა თქვას, აი სიტყვები რაც ავაზაკმა თქვა, მაცხოვრის ჯვარზე თან რო იყო გაკრული მარჯვენა მხარეს იმ ამაზაკმა თქვა ასეთი სიტყვები. ჩვენ უსაყვედურა მეორეს, რომელიც ყვედრიდა მაცოხოვარს, უთხრა ასეთი სიტყვები, ჩვენ რომელი სამართლა თქვენით მოგვეგების და მერე უფალს მიმართა, მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდეს უპევიტე შენითა. ჩვენ რაც სამართლა თქვენით ის მოგვეგება. ამას ადამიანი უნდა ხვდებოდეს. და თუ კარგად დავფიქრდებით, ღმერთი ბევრად ნაკლებს მოგვაგებს, ვიდრე გვეკუთვნის. ჩვენ რაც დავიმსახურეთ, ისო ღმერთმა მოგვაგოს დავიღუპებით. ოღონდ კაცი უნდა მიხვდეს და თქვას, რომ რაც გააკეთა ის მიეგება. ზუსტად ამ ავაზაკის მსგავსად ნახეთ. ერთი ვინც სინანულით, თამდაბლობით ამბობდა ამას და მიმართა მაცხოვარს ხონდა, მეორე ავაზაკი რომელმაც უთხრა, რომ თუ იყო ღვთისზე გადაერჩინა თავის თავი და ისინიც ისხი დაისაჯა. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ. ღმერთი რასაც დაუშვებს, უნდა მოვითმინოთ. ჩვენ ეშმაკი თავარ ამას გვატყუებს, გვაჯერებს, რომ აქ არის ჩვენი მარადიული სამყოფელი. და ამითი კაცს კლავს მარადიული სიკვდილით. და კაცს მესტო გააცნობიეროს. სწორედ ამიტომ თქვა უფალმა, რა მისეს კაცმა ნაცვლად სულისათვის ისა. აი მთელი დედამიწა რომ მოხსენე. შენი მაინც არ არის. ან სიკვდილი წაგართმევს, ან რაღაც გარემოება. რაც შენია, რასაც ვერავინ ვერასოდეს წაგართმევს, ეს არის შენი სული. და აი ამ სულს უნდა მოუფრთხილდეს კაცი. უნდა მოითმინოს ყველაფერი, რასაც მასზე დაუშვებს ღმერთი. ყველაფერი უნდა მოითმინო. მაშინ გადარჩები. აღედ როგორი თქვა? როცა კაცი განსაცდელში დრტვინავს, რა დავაშავე ღმერთო. ღმერთს გმობს ის კაცი. და ნახეთ რას ამბობს წმინდა ეგნატე ვისებს გავსება, აი მებრაელებს, რომელიც უფლის ჯვართან იდგნენ და დაცინოდნენ და ეუბნებოდნენ, თუ ხარ ძე ღვთისა, გადამოდი ჯვრიდან. გადაარჩინე შენი თავი და ჩვენ. აი მათ ემსგავსება კაცი, რომელიც მასზე დაშვებულ განსაცდელს არ იღებს. და ხშირად ვარდები ჩვენ სამწუხაროდ ამ მდგომარეობაში. ხშირად ვამბობ, აი რა დავაშავე ღმერთო, რატო ღმერთო? ეს არის ფარული გმობა ღვთისა და ადამიანს აძლევს საუკუნო ტანჯვას. ასეთი რამე არ უნდა ვთქვათ, ნახეთ? უნდა გავიხსენოთ იობი, აქაც იყო ნათქვამი. ყველაფერი რომ დაკარგა, შვილები, ქონება, ყველაფერი რომ დაკარგა, ადამიანმა ნახეთ რა თქვა. ღმერთის სიკეთეს რომ მაძლევდა ხომ იხაროდაო. ეხლა ბოროტი ხომ უნდა მოვითმინო. კურთხეული იყოს უფლის სახელი უკუნვისამდეო. ჩვენს ესე უნდა ვაზროვნებდეთ. აი მაშინ ეზიდება კაცი თავის ჯვარს. მერთმა თავისი მადლითა და კაცმოყვარებით შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი ჯვარი პატიოსნად ვატაროთ წუთის სოფელში. ამინ.